დილამშვიდობის მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდა და დაგიბრუნდით და ამჯერად სტუმართან ერთად. ძალიან საინტერესო თემაზე უნდა განვაგრძოთ საუბარი, განვაგრძოთ იმიტომ, რომ გადაცემის დასაწყისში ჩვენ გამარჯვებულები უკვე მიმოვიხილეთ და რაღაცნაირად ბევრი ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, თუმცა ქალბატონ ქეთისთან ერთად დარწმუნებული ვარ, რომ ეს საუბარი კიდევ უფრო სიღრმისეული და საინტერესო იქნება. მაყურებელს შევახსენებ, რომ ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე დასრულდა. მთავარი კონკურსის ჟიურიმ, რომელსაც კინორეჟისორი ვიმ ვენდერსი ხელმძღვანელობდა, ოქროს დათვით დააჯილდოვა ილქერ ჩათაკის ფილმი ყვითელი წერილები, თუმცა ჩვენი დღევანდელი საუბრის მთავარი მიზეზი იქნება ქართული კინო, აღნიშნულ კინოფესტივალზე და მისი წარმატება და ასე შემდეგ. თუმცა მანამდე ქალბატონი ქეთი ტრაპაიძე, კინომცოდნე, რომელიც იმყოფება დღეს ჩვენთან სტუმრად, ისაუბრებს აღნიშნულ თემაზე და პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორი იყო წლევანდელი კინოფესტივალი, ერთი-ორი სიტყვით რომ გითხრათ და შემდეგ უკვე ქართულ კინოზე ვისაუბროთ. დაბეჭდილებას გეტყვით თანამედროვე კინოპროცესზე, ხო, რომელიც ყოველთვის როგორც წესი ბერლინალეზე აი ერთგვარი ესეთი თემატური სპექტრით უფრო წარმოჩინდება, ვიდრე ფორმისეული ძიებებით. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი დაბეჭდილება მრჩება ხოლმე და ეს კანონზომიერია, იმიტომ რომ გარდატეხა, რომელიც მსოფლიომ თავისი ღირებულებების გადაფასებებით და ძალიან ბევრი რამით განიცადა და ეს ციკლური პროცესია, ბუნებრივია, უბრუნდება რაღაც ძალიან საინტერესოს, საწყის. აუცილებლად უბრუნდება, ეს ლიტერატურაშიც მოხდება, მუსიკალურ ხელოვნებაშიც, ფერწერაშიც და მით უმეტეს კინოშიც, კინოხელოვნებაშიც, დარგში, რომელსაც ყველაფრის ვიზუალური წარმოჩენა კი არა მხოლოდ არამედ ადამიანის სულიერების და საზოგადოების განვითარების სარკე შეუძლია იყოს. და ყველაზე დიდი გავლენა აქვს ადამიანებზე ნებისმიერ ხელოვნების სფეროსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ერთგვარად საკუთარი თავის გაიგივების და მოვლენებთან არა უბრალოდ დაპირისპირების, არამედ მოვლენების საკუთარ თავზე აღქმის ერთგვარი ყველაზე საინტერესო საშუალებაა. მე თუ მკითხავთ, ნუ ახლა ამას მარტო მე არ ვამბობ, მე ორიგინალური არა ვარ ამ აზრში თავისთავად. ამიტომ წლევანდელი ბერლინალე ისევე როგორც ყოველთვის ალბათ, მაგრამ მაინც წელს მეორად უფრო გამორჩეულად საინტერესოდ იყო წარმოდგენილი აღმოსავლეთ ევროპის კინოთი, რომელმაც თავისთავად ბევრი რამ გამოსცა და ალბათ დამეთანხმებით, მაგრამ ბევრი და ძალიან ბევრი მიმართულებით ღირებულებათა კვლავ გადაფასების შემდეგ მგონი ასე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა დაუბრუნდება თავის თავს და ეს ყველაზე კარგად მაინც მოკლე ფორმაში აისახება ხოლმე, აი როგორც ჩვენ გავიარეთ მოკლემეტრაჟიანი ფორმის და მოკლე ფორმით აზროვნების ერთგვარი ეტაპები, როგორც ჩვენ გავიარეთ ქართულმა კინომ გაიარა 60-70-იან წლებში იგაური და მეტაფორული აზროვნების ერთგვარი კლასიკური გზა, რომელმაც შემდეგ ასეთი მრავალფეროვნება მოუტანა მას, ხო რა თქმა უნდა. აი ასევე გადის ახლა დასავლეთ ევროპული და არა მხოლოდ დასავლეთ ევროპული, აღმოსავლეთ თავის თავში მაინც გულისხმობ თემატური ინტერესების შემოbrunებას, რომელიც ადამიანის მიერ საკუთარი საწყისის და საკუთარი მესწიებას უკავშირდება. რაღაც პერიოდი, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ყველაფერი გაიგივებული იყო ერთ მასასთან, საზოგადოების სახესთან და საზოგადოების სახის წარმოჩენასთან გესმით, რაც ძალიან საინტერესოა თავისთავად, მაგრამ ნუ ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ყველაფერი ადამიანის პიროვნულ მემდე მიდის და თუ იქ არ აღმოაჩინა მან საკუთარ თავთან მიმართებაში არ აღმოაჩინა მან, ანუ სახე გმირი, კონკრეტული გმირი, რომელსაც პირველ რიგში საკუთარი საწყისი და საკუთარი ბექგრაუნდი აინტერესებს გესმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ამან ყველაფერმა საავტორო კინოში თავის დროზე დაიმკვიდრა თავი. და რა თქმა უნდა, ამით მოვიდა გენიალური იტალიური კინო, ინგლისური კინო, ამერიკული კინო, ამერიკული დამოუკიდებელთა კინო, ამაზე იყო აგებული, რომ ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია შეიცვალა და ახლა იყო შეცვლილი. ჩემი აზრით, დიახ, რა თქმა უნდა. დიახ, გასაკვირველია. ყოველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე ინდივიდებს არ გულისხმობ, მკვეთრად გამოხატულ ინდივიდუალურ მაგალითებს არ გულისხმობ, რასაკვირველია, მაგრამ ზოგადად კინოს ჰქონდა ასეთი სახე და ვფიქრობ, რომ ახლა სხვა პროცესი დაიწყო, ისევე როგორც ალბათ ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან საინტერესო პროცესები განიხილება კინოსთან მიმართებაში, ძალიან ბევრი ახალი გვარი გამოჩნდება მალე და ეს ძალიან საინტერესო ანონსია. თავისთავად ეს იქნება და თქვენ თავად იქნებით ამის მოწმენი, მაგრამ წელს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითი ამისა ის გახლდათ, რომ არა ახალი თაობის რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოდ და მრავალფეროვნად განვითარებადი შემოქმედებითი სახეა გიორგი ოვაშვილის ფილმი
ქონდა წაღებული ეს ბერლინალეზე ძალიან და საინტერესო. ბაზრობაზე დიახ, ჩვენ ბაზრობაზე ესეც გავხდით აღნიშნოთ ევროპული წარმოდგენილი. კინოს ბაზრობა თავის თავში რას გულისხმობს, იმიტომ რომ შეიძლება მაყურებელმა ეს ტერმინი ასე არ იცოდეს რას გულისხმობს. ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესია მარკეტინგული და შემოქმედებითი თვალსაზრისით, სადაც ყველაზე ცნობილი პროდიუსერები, ყველაზე საინტერესო სახეები, ახალი სახეები და ბუნებრივია ტრადიციულად მომუშავე სახეები ხდებიან ერთმანეთს, ალაგებენ მომავალ გეგმებზე საუბრობენ, დგება რაღაც შეთანხმებანი, მემორანდუმები, მომავალ პროექტებზე საუბრობენ და ამ მომავალ პროექტებს ეყრება საფუძველი, ხდება არა უბრალოდ კონტაქტების გაცვლა, არამედ ძალიან კონკრეტული საუბრები იმაზე, რა და როგორ შეიძლება რამოდენიმე ქვეყანას, აი კოპროდუქციაზე მაგალითად სწორედ ბერლინალეზე ხდება ხოლმე რაღაცა ფოკუსირება იმგვარი ჩანაფიქრების და იმგვარი იდეების, რომლის განხორციელებაც სხვა შემთხვევაში სხვაგვარ ხელშეწყობას თხოვობს, მაგრამ აქ ეს ყველაფერი უფრო მობილურია, იმიტომ რომ მოგესალმებით არაბუნებრივად დიდი რაოდენობის ქვეყნებია წარმოდგენილი, მთელი თავისი კულტურით, ღირებულებათა ბაზრით, რაღაცა ახალი იდეებით, ნოვატორული ჩანაფიქრებით, რომელიც ბევრია დამერწმუნეთ, იმიტომ რომ აი ჩემთვის წელს მაგალითად სიურპრიზი გახდათ ის, რომ ერთ-ერთი ინდური ძალიან საინტერესო საპროდიუსერო კომპანია დაინტერესდა ქართული ზღაპრებით, ქართული იგავებით, იმიტომ რომ მათ საინტერესო გრაფიკული ფერწერა აქვთ, ეს ყველაფერი აისახება მათ ნოვატორულ ანიმაციაში, ყველაში არა რასაკვირველია, მაგრამ ერთ-ერთ ასეთ ანიმაციაში და მათ ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება ჰქონდათ, მათ აინტერესებთ ის კულტურა, რომლის შესახებაც სმენიათ და ბევრი რამ იციან და შესაძლებელია აი ასეთი კოლაბორაცია შედგეს. ეს მეტად საინტერესო იქნება ქართული ანიმაციისთვის, რომელსაც განვითარების გასაოცარი ეტაპები და საფეხურები აქვს გავლილი და ეს სწორედ კინობაზრობაზე მოხდა, სადაც მე მაგალითად მომეცა შესაძლებლობა დამეთვალიერებინა მათი ეს გრაფიკული ფერადი ესკიზები, რომელთა საფუძველზეც შემდეგ გადაღებული იყო რამოდენიმე მულტფილმი, მათივე აი ამ არაჩვეულებრივი ზღაპრის კაბადონიდან და ძალიან საინტერესო იყო ყოველივე ეს მოიხსენება. ამიტომ აი ასეთი მაგალითები, ხომ, ეს მაგალითად ის რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა, ჩვენმა ეროვნულმა კინოცენტრმა ხელშეკრულება დადო, მემორანდუმი გააფორმა აზერბაიჯანთან, ხო, რასაც ეს გულისხმობს ყოველ მხრივ გაწერილ და ძალიან საინტერესო თანამშრომლობას, რომელსაც ექნება შედეგები როგორც კოპროდუქციაზე, როგორც სხვადასხვა შემოქმედებით პროექტებზე, იმიტომ რომ ეროვნული კინოცენტრი, ბუნებრივია ეროვნული კინოცენტრის პირველი ინტერესი გახლავთ და თავისთავად მისი საქმიანობის პირველი შემადგენელი გახლავთ კინოწარმოების დაფინანსება, რასაკვირველია, მაგრამ ეს ყველაფერი თავის მხრივ კიდევ მოიცავს საგანმანათლებლო საქმიანობას, პროექტებს, ხო, ახალგაზრდა შემოქმედების ხელშეწყობას, მათ გამგზავრებას ფესტივალებზე, მათი ფილმების შემდგომი ჩვენების ხელშეწყობას და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მემორანდუმი ბუნებრივია დაფუძნებული იქნება ყოველივე ამის ხელშეწყობაზე და ძალიან ბევრი და უამრავი საინტერესო პროექტი ამ მხრივ განხორციელდება. მართალი გითხრათ, ახლო მეზობლებთან და ასევე დასავლეთ ევროპის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან აი ამგვარი მემორანდუმები, რა თქმა უნდა, იგეგმება და მართალი გითხრათ, ეს იქნება ერთ-ერთი ხელისშემწყობი იმისა, რომ მაინც აზროვნების კი არა, აი წარმოების ახალ მხატვრული აზროვნებისა და წარმოების ახალ ეტაპზე გავა საქართველოს ეროვნული კინო, რა თქმა უნდა, მას ამის პოტენციალი ყოველთვის ჰქონდა და წელს მით უმეტეს მე ვფიქრობ, რომ აქვს, როდესაც შევხედე რამდენად მრავალსახოვანი შეიძლება იყოს ჩვენი პოეტური იგაური აზროვნება, რომელიც ტრადიციად მოგვდგამს. აი ახალგაზრდა თაობაში და ახალ თაობაში, რომელიც მოდის, ხომ, ეს ყველაფერი ერთგვარად ტრადიციად ჩნდება და პლუს ამას ემატება ახალი გზების ძიების შესაძლებლობები. შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო პროცესები ველოდება წინ. შეუდარებლად საინტერესო, ორმხრივად საინტერესო პროცესები. თქვენ ამბობთ, რომ ძალიან საინტერესო თაობის მომსწრე გავხდებით კინემატოგრაფიული. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამის საფუძველი გვაქვს, ეს ერთი. მეორე, მე შევცქეროდი და მოწმე გახდით იმისა, თუ რაოდენ დიდი ინტერესით აკვირდებიან ქართულ კინოს და რა აინტერესებთ მასში უპირველეს ყოვლისა. აი გიორგი ოვაშვილის ფილმის მამა თვარეა ჩემი, ბუნებრივია. აი ამ ფილმის საფუძველზე გაჩენილი ინტერესი და იმ მეტაფორებისადმი
გაჩენილი ინტერესი, რომელიც გიორგი ოვაშვილის ფილმმა აი ესე სახოვნად მოიტანა, ხომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია არა მხოლოდ ისტორიულ მეხსიერებასთან, არა მხოლოდ აღქმასთან ამ ისტორიული მეხსიერებისა, არამედ იმ განცდასთან, რომელიც ჩვენ განსაცდელთან გვაახლოვებს ხოლმე. ძალიან საინტერესო მისტიური დეტალები ამ ფილმში გამოყენებული იმგვარი, რომელიც მანამდე მაგალითად მის შემოქმედებას არ ახასიათებდა, ხო, რა თქმა უნდა. აი, აქედან გამომდინარე ინტერესი, რომელიც ქართული კინოს მიმართ გაჩნდა, მაგალითად, აი ამაზე იყო დაფუძნებული. ამ მიმართულებით განვითარდება თუ არა ქართული პოეტური კინო. ძალიან საინტერესო პროექტი იგეგმება რუსუდან გლურჯიძის, რეჟისორ რუსუდან გლურჯიძისა და ჩვენი თანამემამულის გიორგი აბაშიშვილის მიერ. ამ პროექტის სახელწოდებაა შინ. ეს უკვე განვითარებული პროექტი გახლავთ, რომელიც უამრავ საინტერესო დეტალს მოიცავს, ქვეტექსტს, რა თქმა უნდა, და სწორედ ბერლინალეზე კიდევ ერთხელ და რამოდენიმეჯერ დაუმუშავდა ამ პროექტის პერსპექტივები. საქმე იმაშია, რომ ევროპულმა კინოსკოლამ და ევროპულმა საზოგადოებამ უკვე იცის ეს პროექტი, ამიტომ მას მრავალი ხელისშემწყობი ყავს და უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი განავითარებს ამ პროექტს. საქმე იმაშია, რომ მრავალმხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ახლა პროექტი, რომელზეც მე გესაუბრებით, მაგალითად, სხვა ესთეტიკის მატარებელი იქნება, ცოტა ასკეტურის, ცოტა ბევრად უფრო ღრმა და ნახევრად ასკეტურად გავიმეორებ და ნახევრად პოეტურად მოაზროვნე პროექტი იქნება, რომელიც თავისი მხატვრული სისავსით და თავისი მხატვრული რესურსით სხვა ახალ ჟღერადობას მოუტანს ქართულ კინოს. მართალი გითხრათ, ეს მრავალფეროვნება ჩვენთვის დამახასიათებელია ისტორიულად, მაგრამ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ახლა დაინტერესებულია იმაში, რომ სწორედ ამ მიმართულებით განვითარდეს, იცით, და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ერთგვარად საშუალებას გვაძლევს, რომ დავინახოთ ჩვენს მიმართ ინტერესი და ინტერესი მართლაც იყო ძალიან დიდი. დამერწმუნეთ, მოკლემეტრაჟიანი პროექტების მიმართ ინტერესი იყო ძალიან დიდი. აი მაგალითად ჩვენ გვყავდა ძალიან საინტერესო ადამიანი, ახალგაზრდა პროდიუსერი, რომიდან წარმოდგენილი, რომელსაც ასეთი სურვილი ჰქონდა, რომ მოკლე პროექტებში ის თავად შემოვიდეს იტალიელი რეჟისორების მოკლე დოკუმენტურ მხატვრული ფილმებით და აი ეს მაგალითად ახალი შემოთავაზება გახდათ, რომლის განხორციელებაც ავსებით რეალურია და სავარაუდოდ ეს ალბათ შეიძლება მოხდეს რაღაცა ერთი წლის ან 2 წლის ან წლინახევრის მანძილზე ძალიან იოლად. ასეთი პრაქტიკა კინოში არსებობს, ბუნებრივია, ასეთი კოპროდუქცია უფრო მეტ ინტერესს იწვევს, იმიტომ რომ ის ხარტი კინემატოგრაფიული აზროვნების მაჩვენებელია და ეს ყველაფერი დაკავშირებულია თან თანამედროვეობასთან, თანამედროვე პრობლემებთან, მაგრამ კვლავ და კვლავ აი დასავლეთ ევროპული კინოს ამ რეჟისორების და ამ პროდიუსერების სურვილიც იყო ის, რომ ინდივიდზე, პიროვნებაზე და პიროვნულ პრობლემებზე იყოს აგებული ყველაფერი, რასაც ჩვენ მომავალში გავაკეთებთ და გავიაზრებთ და რასაც ისინიც გააკეთებენ და გაიაზრებენ. კი ბატონო. სამომავლო პერსპექტივით როგორ ხედავთ ქართული ანიმაციის პერსპექტივებს? აი, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა მართალი გითხრათ ჩემთვის. ცოტა ხდება რეალურად ქართული ანიმაცია, რამოდენიმე ვიცით, მოკლემეტრაჟიანი. მაგრამ საქმე რაშია, იცით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობს ქართული კინო. ძალიან ბევრს მუშაობს და ამიტომ კონკურსით ჩატარდა მოგეხსენებათ. დიახ, რა თქმა უნდა, ეს პროდუქცია დაიდება თავისთავად, შედეგი იქნება და ქართული ანიმაცია გახლავთ ერთ-ერთი ის დარგი, რომელსაც შეუძლია წარმოუდგენელი წარმოსახვითი ჰორიზონტები გაუხსნას არა მხოლოდ მომავალ თაობას, არამედ ჩვენს, თქვენს და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვისაც ანიმაცია უყვარს და მისი გენიალობა ესმის. რატომ? იმიტომ რომ ქართულ გენეტიკაში, ზოგადად ქართულ ეროვნულ გენეტიკაში და ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელ შემოქმედებით გენეტიკაში, აი ეს წარმოსახვის და იმპროვიზირების უშრეტი რესურსი არსებობს, რომლის გამოყენებაც ყოველთვის ყველგან შეიძლება. ყველგან არსებობდა მიმდინარეობები, ხომ ასეა რა, ასეთი, ისეთი, დინებები, ტენდენციები, ასეთი. ქართული ანიმაცია ისე განვითარდა, რომ ყველა ტექნოლოგია აითვისა და ნებისმიერი რამ, რაც დასავლეთ ევროპაში ან ამერიკაში ან სხვა ქვეყნებში ხდებოდა, იცოდა, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა თავისი ხელწერა.
კვეთრად გამოხატულ ინდივიდებს, მულტიპლიკატორებს, ყოველ მათგანს ჰქონდა თავისი ხელწერა. კი, აი, ჩვენი მშობლების თაობის მულტიპლიკაცია რომ ავიღოთ, იქიდან მოყოლებული. დიახ, რა თქმა უნდა და მე რომ ვაკვირდები ახალგაზრდების ნამუშევრებს, ხო, და რომ ვაკვირდები მათ სურვილს, რაზე სურთ იმუშაონ, ეს ყველაფერი დამაკავშირებულია ასევე ძალიან მკვეთრად გამოხატულ ხელწერასთან. მე რამდენადაც ვიცი, ქართულ მულტიპლიკაციურ მიმართულებაში ნაკლებად გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი და AI, რაც ბოლო პერიოდში ხშირია, თქვათ, ევროპული და იგივე ამერიკული მულტიპლიკაციური მიმართულებით. მასობრივისთვის, დიახ. ეს მგონია, რომ შეუნარჩუნებს იმ განსხვავებულობას ქართულ ანიმაციას, რაც შეიძლება, რომ ხელშესახები და თვალსაჩინოა ოდითგანვე ჩვენთვის. ტექნიკური თვალსაზრისით თუ შეგვიძლია რომ განვიხილოთ, რამდენად იქნება სამომავლო პერსპექტივით გამოყენებული ქართულ ანიმაციაში ხელოვნური ინტელექტი, თუ დარჩება შენარჩუნებული ხელით ნახატი, რაც განსხვავებული. ვინაიდან მე ახალგაზრდებს ვასწავლი და საშუალება მაქვს, რომ მათი სურვილები და განცდები და შემოქმედებითი მიზნები, ასე ვთქვათ, გავითავისო და აღვქვა ხოლმე და გავიაზრო, ხო, პერსპექტივაში. საქმე იმაშია, რომ თითქმის ყოველ მათგანს და ყველა შემოქმედს, ყველა ახალგაზრდა შემოქმედს ნებისმიერ მათგანს, ვისაც სურს ხელოვნებაში მუშაობა და კინოში მუშაობა და კერძოდ თქვენ ახლა რადგან კითხვა დასვით ანიმაციაში მუშაობა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ მათგანს აქვს სურვილი უპირველეს ყოვლისა დარჩეს მკვეთრად გამოხატულ ინდივიდად და არა ხელოსნად, რომლისთვისაც ეს ყველაფერი იქნება რიგითი მოვლენა. ჩემი აზრით ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნება საერთოდ სხვადასხვაგან არიან. რა თქმა უნდა, აი ისეთ პროფესიულ დონეზე, სადაც დაუშვათ რაღაცის არა გამარტივება, არამედ ტექნიკურად სრულყოფა იქნება შესაძლებელი, თავისთავად, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმოსახვასთან და კინემატოგრაფიულ წარმოსახვასთან რასაკვირველია პირველად არ უნდა შთანთქავდეს და საქართველოში ეს არ მოხდება, მე ამის ღრმა რწმენა მაქვს, იმიტომ რომ ჩვენი ახალგაზრდები ყველაფერს აითვისებენ, მაგრამ აი ეს ხელშეწყობა სწორედ და ნებისმიერი დიახ რასაკვირველია, ნებისმიერი წინასწარ განწყობა და ანიმაციური კინოს წარმოების ხელშეწყობა სწორედ ამისკენ არის მართული რომ უპირველეს ყოვლისა ის მარცვალი დავინახოთ და ის წამოვწიოთ წინ და იმას შეუწყოთ ხელი, რაც შემოქმედებითი ინდივიდუალიზმის გაღვივების საშუალებას მოგცემს. ამიტომ ამ იდეაში რაღაც თვითმყოფადობა თუ არდევს და წარმოდგენილ ფორმაში, მაშინ ეს ღირებული არ არის თავისთავად. ქაბატონ ქეთი, ისე მინდა რომ დავუბრუნდეთ კინოს ბაზრობას, სადაც გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო წარდგენილი. გიორგი ოვაშვილი ყველასთვის საყვარელი კინორეჟისორი, ნამდვილად ყველა ქართველისთვის მისი ფილმები ყველას უყვარს, ჩვენი საყვარელი რესპონდენტიც არის თან ამასთანავე ყოველთვის მიხარია ხოლმე, როდესაც გამონახავს დროს და არის ხოლმე ჩვენთან ერთად. რას გვეტყვით ამ ახალ კონკრეტულ ფილმზე, რამდენად განსხვავდება მისი სხვა ნამუშევრებისგან? არ ჩამოვთვლი ახლა ყველა მიცის გიორგის ნამუშევრები და ფილმები. ყოველ მხრივ განსხვავდება. თავისი კომპოზიციური განსხვავებული და კონკრეტულად მაინც უფრო ვიტყვი ილუსტრაციული იმპროვიზაციული ფორმით, რომელიც ძალიან იშვიათია და ძალიან რთულად შესანარჩუნებენია მასში დინამიკა. ეს ის რეჟისორია, რომელიც იოლი გზით არასოდეს არ დადის მინდა გითხრათ და არასოდეს არ ირჩევს თვითგამოხატვისთვის რაღაცა განსაკუთრებით იოლ მარტივ ან პირდაპირ გზას. ამიტომ ეს რა თქმა უნდა ისეთი ვერთული ნამუშევარია, როგორც ყველა დანარჩენი სხვა, მაგრამ კიდევ უფრო განსხვავებული, იმიტომ რომ მასში ჩვენი ყურადღება და ჩვენი განცდები თავს იყრის ჩვენი წარსულისა და ჩვენი არჩევანის, მე ვიტყოდი მაინც ბიბლიური წარსულის და ერთგვარად მეტაფორული აზროვნების ირგვლივ ამ ბიბლიური წარსულისადმი, სადაც აი ამ მოთხრობის, აი ამ ძალიან დრამატული მოთხრობის, შეიძლება ითქვას ტრაგიკული მოთხრობის ცენტრში კვლავ მოზარდი დგას, რომლისთვისაც
რამოდენიმე დღეში და რაღაც მონაკვეთში ხდება, გნებავთ წლების, გნებავთ საუკუნეების განსაცდელის აღქმა და გადატანა. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმაა პოეტური კინოს აზროვნებისა, იმიტომ რომ მასში ერთდროულად თავმოყრილია ეს ესთეტიკური ხედვა გიორგი იოვაშვილისთვის დამახასიათებელი, რომლითაც თქვენ მას გამოიცნობთ, ბუნებრივია და მის ხელწერას წამსვე გამოიცნობს ხოლმე ადამიანი, რომელსაც მისი ერთი ფილმი მაინც უნახავს, მაგრამ ამავე დროს ეს მაინც განსხვავებული კინემატოგრაფიული სახეა, სადაც ყველაფერი და ყოველივე რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს და რაც ჩვენს თვალწინ არსებობს ამ ნამუშევარში, ერთგვარად თავს იყრის პირვანდელ ცოდვასა და პირვანდელ განცდაში. წარსულისა და ახალის, წარსულისა და მომავლის იმ ურთიერთობაში, სადაც სიკვდილსიცოცხლის, ცოდვისა და მიტევების, განცდისა და დანაშაულის არსი ერთად იყრის თავს. აი წარმოიდგინეთ, როგორი რთული მოდელია, ხო, არა და ყოველივე ამის ცენტრში შეიძლება ითქვას ორი ცენტრალური ფიგურა დგას სულ და მათ გარშემო ვითარდება ყველაფერი. აი ამ ჭიდილში და ამ პირველ საწყის განცდასთან ჭიდილში ხო იბადება ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და სიცოცხლესთან დაპირისპირებული რაღაცა ვნებები და სურვილები, რომელიც მარადიულია. მაგრამ მე თუ მკითხავთ, ეხლა არ მინდა ამ სიუჟეტზე კონკრეტულად ვილაპარაკო, იმიტომ რომ ვთვლი რომ აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს ეს ფილმი. მე თუ მკითხავთ, ეს არის ერთგვარად გახსენება იმისა და შეხსენება იმისა, რომ არაფერი არ შეიძლება ჩვენს მიერ არა ჩადენილი, არამედ განცდილიც კი უკვალოდ დაიკარგოს. წარმოუდგენელია ეს და აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს თვალწინ და ჩვენში რაც ხდება, იქნება ჩვენთვის მომავალში ის რაც ჩავიდინეთ, რასაც გავივლით და რასაც განვიცდით. აი ეს არის მთავარი. ამ განცდაზეა, იცით, აგებული ეს ყველაფერი და მას როგორც ძალიან საინტერესო რეჟისორს, რომელსაც ყოველთვის სხვადასხვანაირად შეუძლია ხოლმე ხასიათზე მუშაობა, მისთვის და ჩვენი მაყურებლისთვის და ზოგადად იმ მაყურებლისთვისაც, რომელიც არ არის საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, ეს გახლავთ ახალი ხასიათი. ახალი, სრულიად ახლებურად ნანახი და დანახული, ახლებურად იმპროვიზირებული, მაგრამ ამასთანავე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ხასიათი, რაც მე ვფიქრობ, რომ საინტერესო უნდა ძალიან დიდი მადლობა. უზომოდ საინტერესოა თქვენთან საუბარი. რესპონდენტი ხარ, ჩვენ დავდუმდით საერთოდ რო არ გვეყოფათ თქვენთან საუბარი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მაყურებელს ვახსენებ, რომ ქეთი ტრაპაიძე კინომწოდნე გახდათ ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ქართული ფილმი ბერლინალეზე ფესტივალზე.